დღეს ქართველის მთავარი პრობლემა რა არის? ანუ როგორ აღწევს ქართველის? ჩვენი ბრწყინვალე სიამაყე. სიზარმაც. ჩვენ ვართ ესეთი ტიპაჟები რა ძალიან ამაყები ვართ. იმ დღეს რაღაცა სტატიას კითხულობდი და ჩვენ ვართ ავტოქტონური ერი ეს იმას ნიშნავს რომ 4-5-1000 წლის წინ ნამარხებში აღმოჩენილი ადამიანის დნმ დღევანდელს რო შეადარეს 70%-ით ემთხვევა, ანუ არ წავს აქ ვიყავით და არ წავს უართ. ვართ მოდიოდნენ, გადაგვივლიდნენ, კლავდნენ, გვანადგურებდნენ, ამოგვაგდებდნენ, გადავრჩებოდით მაინც, ჩამოვიდოდით. თაში გავიხიზნებოდით, ჩამოვიდოდით. დასავლეთში გადავიდეთ, აღმოსავლეთში გადავიდეთ. მერე იმპერია დაეცემოდა, ვიღაცა სიძლიერე კიდე ხელახლა დაიწყებოდა ეს ყველაფერი, კიდე გაუძლებდით, კიდე ძალიან მოკლე და აი ესეთ წრთობაში გამოვიარეთ და ჩამოგვიყალიბდა ხასიათი, რომ ამაყები ვართ იმით, რომ ვერ დაგვამარცხებ, ვერ გაგვაჩერებ. აქამდე აღარ უნდა ვარსებობდეთ, უნდა გაანადგურებული ყავით, მაგრამ დღემდე მოვედით რაღაც უცნაური გზით და ვართ სუპერ ამაყები. ამ ყველაფრით ქარხანა მაქვს სიტყვაზე USB კაბელს ვამზადებ, ხო? აი ჩინელი, ან უზბეკი, ან ეს თქვა ირანელი, რასაც დადგება და იმუშავებს სიტყვაზე დანადგართან, ხო? ქართველი იმას იმდენს არ იმუშავებს, არ გააკეთებს. არ შეუძლია რა არზის მის ანუ დაუმორჩილებელი ამაყი ხალხი ვარ და მინუსებიც აქვს, მაგრამ პლუსებიც მე ზუსტად აი ამ სიამაყის გამო მიყვარს ქართველები, იმიტომ რომ პლუს კიდე ბევრ რამეში არ ხურდავდება ქართველი, რასაც ვიღაცა დახურდავდება რა. რაში არ ხურდავდება? კაპიკზე არ გამოგეკიდება. საბურავის დაბერვაზე ლარი გადამიხადდეო, არ მოგთხოვს და საზღვარგარეთ ურჭველი მოგთხოვს, ანუ აი პატარა რაღაც გაგიკეთეთ და ფულზე გადაითვლება და გადახურდავდება. ქართულს არ მოსწონს, ქართველებს მიდი კაცო დაბერე რა. ჰაერია რა, საბურავია და აი ეს მიყვარს ჩვენ ხასიათში.